სამგზის ზამთრის ოლიმპიური და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი მესტიაში ჩავარდა ახალ სათხილამურო ტრასას თავად გამოსცეს. სპეციალური ჯგუფი მოთხილამურესთან ერთად საქართველოში სამთო სათხილამურო ინფრასტრუქტურას შეისწავლეს. უცხოელი ჟურნალისტები კი საქართველოს კურორტებზე სპეციალურ რეპორტაჟებს მოამზადებენ. ვიზიტის მიზანია საზღვარგარეთ საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია და ინვესტიციების მოზიდვა. მადლობა მოწვევისთვის. თბილისში პირველად ვარ და ვიმედოვნებ უქმეებს კარგად გავატარებ. აქ ჩემს გუნდთან ერთად ჩამოვედი, რათა ქართულ სამთო კურორტებს ვეწიო და სათხილამურო პოტენციალი შევისწავლო. მე აქ ბევრ საინტერესო ადგილს მოვინახულებ. ეს არის ექსპერტთა ჯგუფი, სადაც შედიან როგორც ზამთრის კურორტების სპეციალისტები, ასევე პოტენციური ინვესტორები, არის ვარსკვლავი, ძალიან ცნობილი ვარსკვლავი, თანამედროვე უდიდესი ვარსკვლავი ალბერტო ტომბა და ასევე რამოდენიმე ცნობილი მწვრთნელი, ვინც აპირებენ რომ შეაფასონ პოტენციალი ჩვენი კურორტების, განსაკუთრებით მესტიის. იქნება შესწავლილი როგორც ბაბურიანის, ისევე გუდაურის, მესტიის, აჭარის და მათ შემდეგ ალბათ კვირისათვის ეცოდინებათ უკვე თუ რა მდგომარეობაა, რა მნიშვნელობა აქვს, ისინი დასკვნას გააკეთებენ და ჩვენ ესე ვფიქრობთ, რომ რამოდენიმე წლის შემდგომ შეიძლება შემდეგი წლიდანაც ჩვენმა კურორტებმა საერთაშორისო მაღალი დონის და მაღალი რანგის ტურნირებს უმასპინძლოს. ერთი დღე ექიმების ცხოვრებიდან დღეს